მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ სუპერ კაპიტაში რასამსამი და მეგობრებო, დღეს მე დავუბრუნდი და გადავიღებ თქვენს ეს ვიდეოს, აღარ დავიკარგები გეუბნებით მე. და დავუბრუნდი თქვენ საყვარელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუბრიკით ჯენგო. მეგობრებო, მე ძალიან მინდა ავაშენო ეს ჯენგო, აი ჩემზე მეტი რო იყოს. მეგობრებო, წინა რუბრიკებში მე მინდოდა ჩემ ხელა გამეკეთებინა, ერთხელ გავაკეთე აი ეს ვიდეო ნახეთ აუცილებლად ძალიან საინტერესო იყო და მეგობრებო როგორც თქვენ იცით ამ რუბრიკაში თუ გადმოვარდება ერთი მაინც ჯოხი თუ გადმოვარდება მე ეს დავლიწევ მაგრეთ მეგობრებო თქვენ უკვე იცით ეგა და მოდით დავიწყოთ მეგობრებო რასაკვირველია როგორც წინა რუბრიკებში მე გაჩვენებთ როგორ გამოიყურებოდა ჯენგო როდესაც მე ვაშენებდი ამას უბრალოდ მაღაზია მაქვს იმისათვის რომ თქვენ დაინახოთ ამისი სიმაღლე და რამ ხალხს დაბალია მე რაუცილებლად გაჩვენებთ მეგობრებო როდესაც უკვე შუალედებში და მოდით დავიწყოთ მე საკროლია მეგობრებო ხა დავიწყებ სულ კომენტ და აუცილებლად გაჩვენებთ და შუიდან დავიწყებ ანდა მეგობრებო ჯერ ისე გავაკეთებ რომ სიმაღლიდან მაღალი ჯოხიდან დავიწყებ და მოდით და მეგობრებო ასევე მე მინდა გითხრათ რატომ დავიკარგე ასე თქვენ მგონი ბევრ ვიდეოში გაქვთ უკვე ნაყურები როგორ მეგობრებოდით რომ სწავლა იქ ძალიან ბევრი სამეცნიერო მქონდა აი ეგ იყო ჩემი პრობლემა თან და ასევე მეზარებოდა მეგობრებო რომ სიმართლე გითხრათ ასევე ცოტა მეზარებოდა ანუ მე ხოლმე ხან სკოლა, ხან სამეცადინო, ხან მეზარებოდა. აი ასე ვიყავი მეგობრებო, მაგრამ ეხლა რასაკვირველია, აღარ მეზარება რასაკვირველია და აუცილებლად აი გეუბნებით უბრალოდ რომ ზეგ გამოვა ახალი ვიდეო. ოღონდ რასაკვირველია არ გეტყვით რის შესახებ იქნება. და მოკლედ მეგობრებო, თუ ეს ვიდეო იქნება ასეთივე პოპულარული როგორც წინა ნაწილები აუცილებლად კიდე ერთ მეოთხე ნაწილს გამოუშვებ როგორ მე ვაშენებ ჯენგოს და აი მეგობრებო აი რაღაც უკვე მეშინია აი შეხედეთ როგორ დადგა უკვე მე მგონი მე რაღაც გონიო მალე უკვე დავარდება მაგრამ თუ დავარდება მეგობრებო აი უბრალოდ გემოდებ თუ იმ ხელაზე მაგალი იქნება აი ასე დავლეწავ აი გეუბნებით აი უბრალოდ გეუბნებით მეგობრებო რომ ლამაზად დავანქრევ მაგიტომ ეგრევე გეუბნებით რომ თუ მეზობლები მე რაღაცას მეწყვიან ეს იქნება ეგრევე ჩემი ბრალი რასაკვირველია მაგიტომ მეზობლებო თუ მეყვებთ უღრმეს ბოდიშს გიხდით იმიტომ მეგობრებო მე მთლიან ძალას გამოვიყენებ რომ დავანგრიო ეგრევე ეს ჯენგო მაგრამ მეგობრებო მე ხა ძალიან ვიცდები მე ძალიან ახლა ნერვიულობ რასაკვირველია იმიტომ მე არასოდეს არ ამიშენია ჯენგო იმისათვის რომ ჩემს מחალი იყოს აი ამ ხელა მინდა რომ იყოს აი წარმოგიდგენთ აი ამ ხელა ჯენგო მე უკვე მეგობრებო წინა ნაწილში ავაშენე უკვე ჩემ ხელა მაგრამ მე დამიკრა და ლამაზად კი დავანგრე მაგრამ ეს ნაწილი იქნება უფრო ლამაზი აი 5 ჯერ უფრო ლამაზი ვიდრე წინაზე დავანგრიე რასაკვირველია მოკლედ მეგობრებო მე ახლა დავიწყებ ცოტა აი ქვემოდან აღებას და მე აუცილებლად გაჩვენებთ მეგობრებო ნუ გეშინიათ ნერვიულობთ და ასევე მეგობრებო რაც მინდა და მეკითხა თქვენ მოგწონთ ისე ჩემი ვიდეოები აი მოგწონთ როგორ მე ვიღებ თუ გინდათ რომ სხვანაირად გადავიღო მე შემიძლია სხვანაირადაც გადავიღო მინაიდან შეიძლება თქვენ უკვე მოგბესრდათ ამის ყურება როდესაც მე უბრალოდ ვლაპარაკობ რაღაცაში შეიძლება თქვენ გინდათ უფრო რომ აქტიური ვიყო ასეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო მაგიტომ თუ რამეა აუცილებლად გავაკეთებ უფრო აქტიურ ვიდეოს მომავალში აუცილებლად თან აი მეგობრებო შეხედეთ აი უკვე წარმოიდგინეთ აი უკვე ავაშენე გამოის უკვე 4 ჯოხით და უკვე ნერვიულობთ რეალურად ჯერჯერობით აი ჩემ ხელათაც არის
აი ჩემ ხარ რო იყოს სადღაც კიდე 5 ჯოხი სჭირდება. თორემ მეგობრებო, ეს ჩემთვის ძალიან სტრესულია, ვინაიდან მე ბევრჯერ თამაშობ ჯენგოს, ასევე ნუ გაგონებათ რომ მე მხოლოდ აი ვიდეოებში ვთამაშობ ჯენგოს, ასაკროელია. მე ჯენგოს დიდი ხანია რაც ვთამაშობ, დიდი ხანია რაც მიყვარს ეს თამაში. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მაგის თამაშია და ძალიან მიყვარს. მეგობრებო, არ ვიცი ხარ აქნა. არისი დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე გავაკეთებ, ძალიან არ მინდა რომ ეგრევე დამივარდეს. დიდ ბოდიშს გიხდით. შეგიძლიათ ეს ჩათვალოთ როგორც თითქოს მე რაღაც ვიჩეთირე, მაგრამ ბოდიში ზურად ძალიან არ მინდა რომ ეგრევე დავარდეს. თორემ თუ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტოთ რომ მე რაღაც სწორად არ ვითამაშე, ასაკროელია. ეს თქვენი აზრია, ასაკროელია. მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგიტომ შეგიძლიათ დამიწევთ ასაკროელია რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ მე უბრალოდ არ მინდა რომ ეგრევე გადმოვარდეს. მეგობრებო, ჯერჯერობით აი ქვემოდან მე სპეციალურად აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ ქვემოდან არ ავიღო, ვინაიდან მე მინდა უფრო თქვენ უყუროთ რა. უფრო დიდ ნაწილად მე მინდა თქვენ უყუროთ, ვინაიდან ვიდრე მე ვუყურო და ჩემთვის უფრო კაი იყოს. ჯერჯერობით ადვილად მიდის, ასაკროელია, ისაც გავაკეთე შეიძლება არასწორია, მე ვიცი, რომ არ უნდა მომეკიდე ასე ორი ხელით, მაპატივით შეიძლება. და შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მე რაღაც არასწორად გავაკეთე, ან ვიჩეთირე. ჯერჯერობით მეგობრებო, კარგად მიდის. ასაკროელია, მე ასე აღარ მოვიქცევი, თუ ასე იქნება. ასაკროელია, მე მაშინ ეგრევე დავანგრევ. უბრალოდ მე მინდა მართლა რომ გავაკეთე ჩემზე დიდი. პრინციპში აი ასე რომ დავადგე, აი ასე უკვე დიდია. მართლა. მაგრამ ასაკროელია ეს ჩემი კოშკი არ იქნება როგორც ეიფელის კოშკი, ლამაზი და რაღაც განათებული და რაღაც დიდი, მაგრამ ჩემზე ვარდება. კინაღამ დავარდა. მე მგონია აი აქ ხომ აი აქ ტყუილა ავიღე, ყველა აი აქ რომ ავიღე, ის ტყუილა ავიღე. ერთი ტყუილა დავტოვე მეგობრებო. და მე მგონია მალე უკვე მომიწევს აი ამის გაკეთება. მე ძალიან არ მინდა, ვინაიდან მე უკვე მინდა, მე ერთხელ გავაკეთე ჩემხელა, აი სადღაც აი ამ ხელა გავაკეთე უკვე და არ მინდა მითი რომ შევჩერდე. მე მინდა ჩემზე დიდიც იყოს. არა, აქედან ზევიდან ვეღარა ვიღებ, მაგრამ უკვე დაბალ სართულებზე წავალ. არ ვიცი მეგობრებო, აი უკვე ორი შემთხვევა უკვე იყო აქ რომ უკვე დავარდა, უბრალოდ მე დავიჭირე ასაკროელია. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მე არასწორად მოვიქცე ასაკროელია. მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ ასაკროელია და ნუ მეგობრებო, რა ვქნა? ეხლა დაინახოთ რაც უნდა გამეკეთებინა. 3, 2, 1. თუ მზად ხართ, უბრალოდ აი უყურეთ, რაც გინდათ. შეიძლება მეგობრებო, კარგი არ გამოვიდა, მაგრამ თქვენ შეიძლება ხედავთ, მაგრამ აი მთლიანი ატაკი ახლა არის ამ ჯენგოში. აი მოგეთ მეგობრებო, ამით ახლა გემშვიდობებით ასაკროელია და თუ გინდათ კიდე ერთი ნაწილი ამ ჯენგოსი, აუცილებლად გავაკეთებ.
ეხლა გიგემ შედავით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თქვენთან ვიყავი მე საბა და არხიკოპოზიში 803. ნახვამდის.